მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ აეროფოტო გადაღებას, რომელსაც ჩვენ ვეძახით ორთო ფოტოგრაფიის ფოტოს გაკეთება. ორთოფოტო არის მარტივ ენაზე რო გითხრათ, თქვათ რაც რეესტრს აქვს გამოყენებული ზევიდან გადაღებული კადრი, მთელი საქართველოს და როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ეგ გავაკეთოთ ჩვენი ძალებით. ადრე მაქვს ნათქვამი და ეხლა კიდე გავიმეორებ, რომ Mavic 2 Pro რომელიც მქონდა აი ამ პულტით. ეგ შესაძლებელი იყო აპლიკაცია პილოტით, მაგრამ რაც შეეხება ეხლანდელ შუალედურ სერიებს ვეძახი Airs ან მაგალითად Mini 4 Pro-ს, იქ კონკრეტული აპლიკაცია არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ გვიწევს რაღაც ხრიკების გამოყენება, თუ როგორ შეიძლება წერტილები მიუთითოთ დრონს, რომ ამ წერტილების მიხედვით იფრინოს და პარალელურად თქვათ გადაიღოს ფოტოები. აქ არის საუბარი რომ რაღაც ზონას, რომელსაც ჩვენ თვლით საჭიროდ რომ გადავიღოთ, ამის შესახებ დაგწერილი მიმართულება უნდა კონდეს დროს, უნდა მიუთითოთ ავტომატური გადაღება მაგალითად 5 კადრი წამში და ეს რაოდენობა რაც არის კადრების, რამდენიც გამოვა, შემდეგ გადაგვაქვს პროგრამაში და იქ ვაერთიანებთ. რომ მიუთითოთ მაგალითად Airs-ს, ეგ წერტილები, რითაც უნდა ვთქვათ მე დრონმა იფრინოს, ეგეთი პროგრამა არის Waypoint Map-ი, სადაც ვეძებთ მაგალითად იმ ლოკაციას, რაც გვაქვს გადასაღები, თუ ამონაწერი გვაქვს რეესტრის იქედან გადახვალთ Google Maps-ზე და Google Map-იდან შეადარებთ ტერიტორიას, მოკლედ უნდა იპოვოთ ეგ ტერიტორია და ეგ პროგრამა არის ნაწილობრივ უფასო და ნაწილობრივ უფასიანი. კონკრეტულ შემთხვევაში ახლა ჩვენ რაც გვჭირდება, შეიძლება იმისი გამოყენებაც, რომ საცდელად მაინც ასე ვთქვათ, გინდა და გართობა დავარქვათ, გინდა შესწავლა თვითონ პროცესი როგორ მიმდინარეობს და ვეძებთ ტერიტორიას, ვუთითებთ ზონას, ვუთითებთ დაშორებას კამერის, ესე იგი ზოლებს შორის, სიმაღლეს და კამერის დახრილობას. ამ ფაილს უკეთებთ გენერებას და გადმოგვაქვს კომპიუტერში. შემდეგ აი ამ პულტში უნდა გადავიტანოთ ეგ გამზადებული ფაილი, ოღონდ აქ ხდება რა პრობლემა, რომ ამაში პირდაპირ გადაწერილი ფაილი არ მუშაობს, არ ეძებს რა. ამიტომ რას ვაკეთებთ? აი აქ ვქმნით მანამდე რამოდენიმე წერტილს, იგივე თუნდაც ბათუმში, არა აქვს მნიშვნელობა, ფრენისას, გადავიღებთ რამოდენიმე კადრს და აი აქ დაშიფრული სახელიც ექნება, ეგ პულტში სად ინახება, მაგას კი გიჩვენებთ და აი სახელი უნდა დავაკოპიროთ, ეგ სახელი უნდა დავარქვათ ჩვენს მიერ გენერირებულ ფაილს, ის ფაილი უნდა გადავიტანოთ ამ პულტში და უკვე პულტი შეძლებს რომ აღიქვას ეს წერტილები. ესე იგი სახელს ვაკოპირებთ პულტიდან, ამ სახელს გადავარქმევთ ჩვენს გენერირებულ ფაილს და მე ამ ფაილს გადავაწერთ პულტში უკვე, რომ თქვათ შევძლოთ მე პულტმა შეძლოს ამისი აღქმა. ეხლა თქვენ კადრში ხედავთ თუ როგორ ხდება ამ ფაილის მოძებნა, ჩამონათვალში პულტში უკვე გვიჩანს ის ფაილი, რომელიც გადავწერეთ, ხსნით და ხედავთ ლოკაციას თუ რამდენი წერტილი არის არჩეული და ეს წერტილები იმ პროგრამაში ჩანდა, რაც ონლაინ გავაკეთეთ და ამ შემთხვევაში ვამოწმებთ კიდე დრონის ფრენის სიმაღლეს, კამერის დახრილობას, დრონის ფრენის სიჩქარეს და შემდეგ შეგვიძლია უკვე დრონში გამომზადოთ ფოტოს გადაღება ავტომატურად ყოველ 5 წამში ერთჯერ გადაიღოს. ვაძლევთ ჩვეულებრივად next, სადაც ეს დრონი უკვე იწყებს ამ წერტილებით ფრენას და პარალელურად უკვე იღებს ფოტოებს. და 53 წერტილი არის, 53 კადრს ეს არ ნიშნავს, 53 ჯერ შეიცვლის დრონი ტრაექტორიას რა. და ამ ტრაექტორიაში სიჩქარის მიხედვით რამდენიც მოუწევს 5 კადრი წამში რომ გადაიღოს, იმდენ კადრს თვითონ გადაიღებს ხოლმე რა. და მე უკვე ეს გადაგვაქვს სხვა პროგრამაში. ეგ ესე იგი ამ ტრაექტორიის მოხაზვა შეიძლება როგორც ტერიტორიის, ასევე შეიძლება ვთქვათ გზის. რომ დაკლაკნილად ეს მარშრუტი დაუგეგმოთ დრონს.
ეგ ყველაფერი შემდეგ გადმოგვაქვს აგისოვთ MaterShape ეგეთი პროგრამაა ძალიან მძიმე პროგრამაა იმიტომ რომ აი ჩემ კომპიუტერს ჰქონდა 16 გიგაბაიტი ოპერატიული კიდე 16-ით გავზარდე 32 და როცა დამუშავებაზე უშვებ 29-30-მდე ადის რესურსი ვიდეო ბარათს ამ შემთხვევაში არ იყენებს მხოლოდ იყენებს პროცესორს კომპიუტერისას და ოპერატიულ მეხსიერებას რა ამ ყველაფრის დამუშავებას დაჭირდა დაახლოებით 9 საათი. სხვადასხვა ეტაპებია. რომ გააერთიანოს კადრები, მერე შექმნას ღრუბელი, მერე შექმნას ორთოფოტო და მერე შექმნას თქვათ რელიეფიც რა. მილის ტრასა მინდოდა გადამეყოდა აი ესე ვირჩევ ხოლმე ამ პუნქტში გასავლე ტრაექტორიას, რომელიც გაცილებით იოლი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ დრონებში ეგ აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ ზოგადად DJI თავშივე სწორი მართულება მისცა და ეხლაც განაწილებული აქვს რა, რა დანიშნულებისთვისაც გჭირდება დრონი, ის უნდა შეიძინო რა, თუ მუშაობ ტოპოგრაფიაზე, მაშინ ყიდულობ ტოპოგრაფიისთვის შექმნილ სპეციალურ დრონებს. იგივე Mavic 3-იც არის Enterprise-ის ვარიანტი, რომელსაც RTK დანადგარი აქვს, უკავშირდება ბაზასაც, ბაზის გარეშეც და კოორდინატებში აკეთებს უფრო ზუსტ გადაღებას, ვიდრე ვთქვათ Mavic 2 Pro ან DJI Air 3. DJI-მ ეხლა დაამატა მეოთხე სერიის Matrix სერია, ესე ვთქვათ, ორი მიმართულება აქვს, რომელიც ფაქტიურად დღევანდელი გადასახედიდან არის იდეალური სამუშაო, იმიტომ რომ ძველი მოდელები უფრო ძვირი ღირს და უფრო თუ დიდი იყო და უფრო სხვადასხვა სამუშაოებისთვის იყო დაგეგმილი, ეს დაახლოებით არის Mavic 3 Pro-ზე ოდნავ მაღალი და უფრო დიდი, ასე ვთქვათ, მოცულობით, მაგრამ იდეალური შესაძლებლობები აქვს, თავისი ლიდარი აქვს, თავისი რამოდენიმე კამერა აქვს, ფრენის მანძილიც გაცილებით მეტი აქვს და თლად სასწაული ფასიც არ ღირს სადღაც 5-დან 7,000 დოლარამდე, ნუ ადგილზე სადღაც იქ. რაღაც გამბაჟებები და რაღაცები, რა თქმა უნდა, მეტი დაჯდება, მაგრამ ძალიან საინტერესოა რა. თუ სურვილი და ინტერესი გექნებათ, უფრო დეტალურად რო შევეხოთ ამ თემას, მე ვთხოვ ჩემ მეგობარს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობს, და განვიხილავ Mavic 3 Enterprise, რომლითაც ეს RTK დრონი იღებს ტერიტორიებს რა. შუალედში რა თქმა უნდა გიჩვენებთ თუ რა შედეგი მივიღე ჩვეულებრივი სამოქალაქო დრონი დავარქვათ იმ დრონებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ის უფრო გამოდის სამრეწველო დრონები და დეტალებსაც აგიხსნით თუ გაინტერესებთ, რომ ძალიან საინტერესოა მოცულობაში შეგვიძლია ფართები გავზომოთ, დაშორებები გავზომოთ, რელიეფი მივიღოთ. ფაქტიურად ჩვეულებრივად დრონით ვიღებთ ტოპოგრაფიას, რომელიც მერე შეგვიძლია გადავიტანოთ AutoCAD-ში იქნება თუ 3D Max-ში იქნება, Revit-ში იქნება თუ სადაც გინდათ და არსებულ შენობაზე გააკეთოთ მაგალითად რეკონსტრუქცია შიგნით თუ არეხებით და გექნება მოცულობაში აწყობილი მთელი რელიეფი და რაღაც შენობას გვერდით დაუდგამ მასშტაბში, რა თქმა უნდა და აი ასეთი მოკლე მიმოხილვით დაგემშვიდობებით და თუ უფრო მეტი ინტერესი გექნებათ და მოიწერებით, უფრო დეტალურად აგიხსნით რა როგორ კეთდება. ეგ ძირითადად ზოგადად თქვათ, შეიძლება ადამიანმა გამოიყენოსო, გადაიღოს თავისი სოფელი, ქალაქის ნაწილი, რაღაც ისეთი ტერიტორია, რომელსაც არქივისთვის დაიტოვებს და შენახული ექნება, ასე ვთქვათ, დასკანერებული ექნება მისთვის საინტერესო ლოკაცია. კარგად ზანდებოდეთ, გემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ.